მოვცადო ფულის შოვნის გზები GTA 5-ში. გზა ნომერი 1. მოწყალების თხოვნა. ბევრშოულობ ძმა? ადი რა გამიცალე. როგორც ჩანს ვერა, რადგან გაბრაზებულია. ხო, დამეხმაროთ. ვაგროვე ფულს YouTube ვიდეოსთვის. გეხვეწებით, საჭურის ფული არ მაქვს. გეხვეწებით 1-2 კაპიკი გაიმეტეთ და $1. გზა ნომერი 2. ფულის შოვნა შეგვიძლია გიტარაზე დაკვირვით. ციდან ისმის ანგელოსთა სიმღერა და გალობა. მერე როგორ იყო არ ვიცი. ფული დამიყარეთ. ვოუ, ჩვენი პირველი მსვენელიც. დახმარება მჭირდება. ფული არა მაქვს. ვაუ, რა მაგრად უკრავ ჩემო ძმაო. მიდი $5 აჰა ჩემგან და შეუბერე. ოპა, $5-იც მივიღეთ გიტარაზე დაკვირვით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მეტი არავინ არ მოდის რომ ფული მოგცეს. ფულის შოვნის მომდენო გზა. ჰოთ-დოგების გაყიდვა. გააქვს ჩემო ძმაო მუშაობა? რავი რა 1-2 კლიენტი თუ გამოვილის და იყიდის რა ჩემს დოქტორი. ისე მაინც და მაინც ძალიან ვერა. იყიდება ჰოთ-დოგი. ძალიან გემრიელი ჰოთ-დოგები გვაქვს ხომ არ გინდა ჩემო ძმაო? $6. ძალიან კაი გზა მგონი GTA 5-ში ფულის საშოვნელად. და აუცილებლად დააჭერეთ წითელ subscribe ღილაკს რომ გამოვიდეს მომდენო ვიდეო. subscribe-ზე დაჭერა ნუ გეზარებათ რა ავიდეთ 170,000 გამომწერზე. სად არიან სხვა კლიენტები? მომდენო გზა არის მანქანის შუშების წმენდა. გადაბიჭა მომწილდი აქედან. გადი არ გამიწმინდო არა ახალი გადაწყილია. არა, დასრულია მანქანა, აუცილებლად უნდა გავწმინდოთ. 1-2 კაპიკი მომეცითორე, საბურავებსაც აგიბერავ და $8. ჯიგარი ხარ. ჩემო ძმაო, შენც დასრული გაქვს მანქანა? შენც აუცილებლად უნდა გაგიწმინდო აი კარებებზე რაღაც ნაცხები გაქვს და 1-2 კაპიკი მომეცი გეხოცები. $2. და როგორც ჩანს ეს ფულის შოვნის გზაც მუშაობს. და ლაიქეთ აუცილებლად ვიდეო. მომდენო გზა არის იარაღის გაყიდვა. იარაღის გაყიდვით შეგვიძლია ვიშოვოთ ფული. ჰეი, ჩემო ძმაო, ნახე რა ვინჩესტერი მაქვს სულ ახალი. გინდა იაფში? გაუმარჯოს მა ცოტა ტონკად მელაპარაკე. რა ესეთი იარაღი. ეს მოოქროვილი ვინჩესტერი ღირს $2,000. გაიხარა 2,000-ად იმას უყიდი ბაზუკას და აკელიცოდა. ჯანდაბას აიღე 1,500-ად იმენა სასწაული ვაჭრები არიან იარაღით მყიდველები. ოკეი, ბრატი, ჯიგარი ხარ, ოღონ არავისენ არ თქვა რომ ვიყიდე. ესეც ესე, პლუს $2,000 იარაღით ვაჭრობისგან. ტაქსაობით შეგვიძლია ფულის გამომუშავება. აქვე არის ჩვენი პირველი კლიენტიც. დაბრძანდით. აუ თუ შეიძლება მალე რომ მიმიყვანოთ რა გეხოცებით რა ძალიან მეჩქარება. გაგიმართლა მეგობარო, მალე მიყვანა ჩვენი სუსტი წერტილია. 100, 120 ლამი შევასკდი და საჯანდაბაში მიდის ესეთ ადგილას. თუმცა მთავარია რომ ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა. თქვენ არ დაგავიწეთ ვიდეოს და ლაიქება. ესეც ესე მომდენო მითი შესრულებულია და მივიღეთ $150. მგონი ტაქსობით ყველაზე მეტი ფული კეთდება GTA 5-ში. ხალხის დაყაჩაღებით შეგვიძლია ვიშოვოთ ფული. ფული კალო, ფული მალე. ფული დააგდე. დააგდე ფული. დააგდე. ფულს რატო არ აგდებს? ვიღაც უფულო შეგვხვდა. დააგდე ფული. აგე? პლუს $16, რაც საკმაოდ კარგია. აი აქ ხო დგას ახლა 4 კაცი. 1, 2, 3 და 4. რამდენი ფული ვიშო? ვერაფერი ვერ ვიშოვეთ. ფული დააგდე. $11. შენც დააგდე ქალო ფული? აგერ კიდე ფული დაუვარდა ვიღაცას გზაში. როგორც ჩანს საწყალი ხალი მანქანამ გაიტანა და რამდენი $? $19 დააგდო. მადლობა ქალბატონო. ფული მომეცი. მალე. შენი. ფულის შოვნის კიდევ ერთი გზა არის ნაგავის გადაყრა. მაგალითად, აქ თუ ჩავყრით ქაღალდს, ან პლასტიკს, ან თუნდაც შუშას, მივიღებ კონკრეტულ ფულს. ნაგავი მჭირდება. ოპა, ჩვენი ძმა აგერ ყავას ვავს, ძმა ყავის ჭიქა მჭირდება რა. ვერ მოგცემ გადი აქედან. რას ვერ მომცემ, შემაიმუნო. ფულის მომცა აგერ დაჟე $19-ით. ესე ჩვენი ყავის ჭიქა, რომელიც ძალიან უცნაურად მოგშარვაზე მიმაგრებული, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს GTA 5-ში და ვნახოთ რამდენ $-ს მოგცემს ნაგვის урна. კაი ესე საქართველოს რო იყოს ესეთი ურნები, ბევრ ნაგავს გადავყრებით. ჩავაგდოთ და $2. მხოლოდ ყავის ჭიქის გადაყრაში. ანუ თვითონ ყავა ღირს $5 და $2 ამოიღებ რა. იზი. ჩემი ძმა მაკავას რო დალევ, მე იქ ჩაგდე და ფულსი შოვი. გადი ბიჭო აქედან. ბიჭო, გაგიხევ მაგთავს და $12-იც მივიღეთ. მომდენო და ყველაზე სასიამოვნო გზა არის სიმიონთან მუშაობა. სიმიონ, ჩვენთვის რამე დავალება გააქვს? Hello Franklin, დავალება როგორ არა ყოველთვის მაქვს. მოკლედ $20,000 გადაგიხდი თუ მომიყვან ერთ ძალიან მაგარ ბუგატის. ბუგატის მოყვანაში $20,000 მეღადავები? მოკლედ Franklin, კონკურენცია გაიზარდა, ამიტომ ფასი შევამცირე.
თუ გინდა შეასრულე, თუ გინდა არა. ოკეი, სხვა გზა არ გვაქვს. ესეც მაგარი განაგრდა როგორც ჩანს და ამასთან მუშაობას აზრი არ აქვს. როგორც სიმეონმა მითხრა, მანქანა მდებარეობს ამ სახლში. საკმაოდ კაი უბანში და ალბათ რამე მდიდრული მანქანაა. ოპა, აქ ვიღაც არის. მოდი შენი, არ მინდოდა შენი მოკლა, მაგრამ სიმეონის დავალების შესრულება მომიწია. კიდე ერთი კაცი, არ ჩამიშვა. ბოდიში ბრატ. ეს რა ჯანდაბა! სიმეონ ეს რას მაპარინე ბიჭო? Mercedes-ის კონცეპტ კარი. ეს ვიდეო ნამდვილად ასალაიქებელია. ნელ-ნელა გავიდეთ. ამაში 20,000 უნდა გადამიხადოს სიმეონმა, ანუ ამანქანის ჩაბარება არ ჯობია სიმეონთან მიყვანას, მაგრამ მერე killers-ი ქირავებს და შეიძლება დამბრიდოს. მოდი ვნახოთ შავი ფერი. არ შავი არა, თეთრი. ან ორენჯი. და მეორე ფერი იყოს ორენჯი. აი ეს უკვე მომწონს. ჩვენი არხის ფერებში ეს მანქანა. აშკარად ეს უფრო მიმზიდველია. მიმზიდველი არა, ცოტა იუთუბერულია. აი, კაი ბიჭი ხარ. ამისთვის შენ $20,000. როგორ მოგესწონდა ეს მანქანა, ჰა? ესეც $20,000 და მომეწონა სიმეონ კაი მანქანა იყო. მომდენო ფული შოვნის ისა რა უნდა იყოს? მე ვიცი, მანქანების ჩაბარება. ესე ვიპარავთ მანქანა. That was a fun trip. Სოლბროთ ქუჩაში იზი და მე ვიყავს აი ამ ადგილას, სადაც მანქანებს იბარებენ. ნუ ეჭემ პარება ამ პრივუში ვინმე გადაგვიხადოს, მაგრამ ვცადოთ, ცოტა ფრთხილად, ბაიკერები არიან აქ და აქ უნდა იბარებდნენ მანქანებს, როგორც ვიცი. ესე ვაჭერთ ეს და სად არის ჩემი ფული? აქ იქ $8,800 ამ მანქანაში პრივუში? საკმაოდ მომგებიანი ფული შოვნის გზა არის, მინდა გითხრათ, ჯეტია ხუთი, ანუ $3,000 მანქანით $8,800 ამოვაგდეთ. კიდევ ერთი ფული შოვნის გზა არის ბანკომატების გაზარცვა. ესე მივდივართ ბანკომატებთან, ოღონდ მანქანით რომ მე გავიქცეთ. ვიყურებით ვინმე ხო არ დგას, დავტეხოთ ბოსტონის ფული არის. ოკეი, ფრანკლინ, მიდი შენი იმედი გვაქვს. შევდივართ კომპიუტერში. დრო გადის ფრანკლინის ჯგარე. თქვენ მეგობრებო დაალაიქეთ ვიდეო. ეგ არის. ესეც $7,000 და პოლიცია ჩვენია. პოლიცია რატო არ მეკიდა? პოლიცია რატო არ მეკიდა? როგორ ჩანს ქალაქში ძინავთ და $7,000 ესე პროცესზე მოუტეხეთ. ჩვენიერი. მომდენო გზა არის რბოლები მაზიანზე. ჩემო ძმაო, $50-ზე გინდა შუქნიშნამდე? აი, ეხლა შენ მეგადავები, მაგით უნდა დამიდგე მე, ბიჭო, ჰა? დავაი დავდი ბრატ. ოხ, ბიჭო რა გაფრინდა, მე მეგონა კარგად ვერ დადიოდა და ფრთხილად არ დავეტაკოთ. ვაიმე. გამასა და შუქნიშანი სად არის? მალე. $50 დავდეთ, თუ $100-ზე აღარს მახსოვს და ესეც ესე. $50 ჩვენია. მაღაზიის ზარცობით შეგეძლოთ იშოვოთ ფული. მალე ფული მეთქი. შუღათის განახე ფული მომეცი ამან. გაგიხრიტავ შუბს მალე. ეხლა მიზო, არ მესმოლო, გეხოცები რა, აი ხან შენ ფული აგერა იგე. მალე, აი კი არა და გაგიხრიტე ეხლა შუბი. დროზე, რამდენია? $3,365. მეტი ფული არ ქონდა? მეტი არ მქონდა, გეფიცები, ეს ყველაფერი რას მოკონდა. არ მესროლო, წადი, გეხოცები, შვილები მყავს. დაიგეძე ბიჭო აქიდან, მოხიე. და ესეც მომდენო ფული შოვნისა, სადაც $365 ვიშოვეთ მარტივად. გოგოებო, გააქვთ მუშაობა. ესეც ფული შოვნის მომდენო გზა არის. აბა ფრანკლინი იაფად. ფრანკლინი ვაჭრობს სხეულით. აბა ფრანკლინი იაფად. $240 გადამოგიგდო ვიღაცა. ვაიმე, რა მაგარი კლიენტი გაგიჩიტია, $240 ესე უცბად. ვაუ, მაგარია. დიახ, ძალიან მაგარია და თქვენ